MMA და UFC ახლო წარსულში ქართველებისთვის მხოლოდ სპორტი და სანახაობა იყო. დღეს ის ჩვენი კულტურის ნაწილია, რომელიც კარგად გადმოსცემს ქართულ ძალას და ხასიათს. ჩვენი ქვეყნის სახელზე შერეულ ორთაბრძოლებში ზრუნავს ძალიან ბევრი სპორტსმენი. ისინი დღე და ღამე ვარჯიშობენ, ცხოვრობენ სპარტანულ პირობებში და რისკავენ ჯანმრთელობით, მხოლოდ იმიტომ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე აღმართონ ქართული დროშა და თუ მათ ამის საშუალებას არ აძლევენ, არიან ისეთებიც, რომლებიც ჩვენს დროშას იხატავენ გულზე. სწორედ ასეთი ადამიანია მერაბ დვალიშვილი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება დაუთმო ბრძოლებს. 8 ივნისს დვალიშვილი კიდევ ერთხელ დაიცავს თავის ტიტულს და სარევანშო ბრძოლით კიდევ ერთხელ შეხვდება UFC-ს ყოფილ ჩემპიონს შონ ომელის. UFC 306-ზე დვალიშვილმა მთელი საქართველო გაგვახარა. მან თავისი დომინაციით წაართვა ქამარი ომელის და დღემდე არის ამ ტიტულის ბატონ პატრონი. UFC 316-ზე კი 8 ივნისს შონ ომელი ეცდება თავისი ტიტულის დაბრუნებას და ის ამისთვის მზად არის როგორც არასდროს. დღეს უკვე ის არის პრეტენდენტი, მე კი ჩემპიონი. შონს არაფერი აქვს დასაკარგი, ეს მისი შანსია. კიდევ ერთხელ თუ გავიმარჯვე, შაქარო მხოლოდ ქუჩაში თუ შეძლებს ჩხუბს. იცით, ეს რევანში უნდა შემდგარიყო. ჩემი გამარჯვება ამ შეხვედრას გახდის უფრო გიჟურს. მე მთლიანად დავიხარჯები და ვიქნები ბევრად სწრაფი და მოქნილი. მოჭიდავის და სტრაიკერის შერკინება კიდევ ერთხელ გაიმართება UFC-ს ოქტაგონზე. ქართველებს გვჯერა, რომ დვალიშვილი გაიმარჯვებს და კიდევ ერთხელ დაიცავს ტიტულს. შონისთვის ყველაზე ცუდი მეტოქი არის მერაბი. სუპერმსუბუქ დივიზიონში მე არ მეგულება სპორტსმენი, რომელიც გაუწევს წინააღმდეგობას ომელის სიმაღლეს, ხელების სიგრძეს, დამნოკაუტებელ დარტყმას, ფუტვორკს და მოძრაობას. მერაბის გარდა UFC 306-ზე ჩვენ ვნახეთ, რომ დვალიშვილმა თავისი ფენომენალური კარდიოთი რაუნდიდან რაუნდამდე ანადგურებდა მოქმედ ჩემპიონს. კი, ყველავ თანხმდებით, რომ ეს არ იყო ძალიან სანახაობრივი ჩხუბი, მაგრამ ამ ბრძოლის სტილმა გახადა ქართველი დაუმარცხებელი. დღეს საღამოს მერაბიმ გააკეთა ის, რასაც აქამდე აკეთებდა და მოიპოვა ზედიზედ მე-11 გამარჯვება. ის ისე დომინირებს მეტოქეებზე, ისინი უძლურები ხდებიან. სინამდვილეში ომელი ვერაფრით გამაკვირვა. უბრალოდ მე ის გავხადე ჩვეულებრივი ადამიანი. შონი ტოპ მებრძოლია, მაგრამ დღეს მე ვარ საუკეთესო. არანაირი გამართლება, დედა ჩემი მეკითხებოდა, რა გჭირდაო? შენ თავს არ გავდიო? არაფერი, მე მცემეს. გრძნობდი რომ უფრო ძლიერი ვარ, ვიცოდი რა უნდა მეკეთებინა, მაგრამ ის ბევრად გამძლეა. ასე რომ სულ ცოტა ხანი UFC Sugar Show-ს გარეშე იქნება, სულ ცოტა ხანი. ბევრი იძახის, რომ ომელიმ UFC 306-ზე თავის კარიერაში ყველაზე ცუდი ბრძოლა ჩაატარა. ამიტომ მან აიღო ხანგრძლივი პაუზა და 264 დღის განმავლობაში დაუღალავად ემზადებოდა რევანშისთვის. სანამ შაქარო ემზადებოდა თავის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრისთვის, დვალიშვილმა ტიტულის დასაცავად გამართა შეხვედრა დაუმარცხებელ უმარ ნურმაგომედოვთან UFC 311-ზე. ქართულს მაგ დღეს შეხვდა ამ დივიზიონის ერთ-ერთი ყველაზე საშიში და სტილისტიკურად მრავალმხრივ განვითარებული დაღესტნელი, რომელსაც თავის კარიერაში არ უნახია მარცხი და მოდიოდა 17 ზედიზედ გამარჯვებით, მაგრამ ვერც უმარ ნურმაგომედოვმა ვერ გაუძლო ამ გიჟურ ტემპს და კარდიოს. რას ფიქრობ, შენ უმარი ისე დაღალე, რომ მას ბრძოლის გაგრძელების სურვილიც არ ქონდა? კი, მე რომ მკითხო კიდევ უფრო გრძელი რაუნდები მჭირდება, მაშინ უფრო ვისი ამოვნებ. მგონი თქვენ სუპერმსუბუქ ზონაში პრობლემები გაქვთ, რადგან ვერც ერთი სპორტსმენი ვერ უძლებს ტემპს, რომელსაც ქართველი გთავაზობთ. მაინტერესებს, შეძლებთ იპოვოთ მებრძოლი, რომელიც მას კონკურენციას გაუწევს. ნახოთ, ყოველთვის არსებობს თანაბარი მეტოქი. როგორ ფიქრობ, როგან? ამ შეხვედრაში ომელი ისე იბრძოლებს თუ შეიტანს რაიმე ცვლიებას მზადებაში და იქნება უკეთესი. მე ვფიქრობ, რომ ის ამ შეხვედრისთვის სერიოზულად ემზადება. ომელი უარი თქვა სოციალურ ქსელებზე და ორიენტირებულია მხოლოდ მზადებაზე. ეს მახარებს, ის ისევ საქმეშია. მერაბი ბევრად გამძლეა და უკეთესად ჭიდაობს. საინტერესოა შონმა ეს ორი ასპექტი როგორ მოამზადა. მარცხმა შენ უკეთესი გაგხადა. თლათ უკმაყოფილო არ ვარ ჩემი ბრძოლით, მაგრამ პირველად რომ მომეგო მერაბისთვის ეს ისეთი მნიშვნელოვანი არ იქნებოდა როგორც ეხლა. მან უმართან მოიპოვა გამარჯვება და ეს სატიტულო ჩხუბი იქნება. მე ყოველთვის მერაბის მადლიერი ვიქნები, რადგან ამ მარცხმა მე გამხადა ბევრად უკეთესი მებრძოლი და ბევრად უკეთესი ადამიანი. ამ შეხვედრისთვის მე 70% უკეთესი ვიქნები, რადგან ვიცი რომ მე underdogs გამხდია. ალდოს შემთხვევაშიც ჩემი არ ჯეროდათ. აქაც იგივე მოხდება, ყველას ვანახებ რა შემიძლია. თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ იმსახურებს თუ არა ომელის შანს გახდეს UFC-ს ჩემპიონი, თუმცა ფაქტია რომ მერაბი არ დაიწყო მსუბუქი ოპონენტის ზებნა. მან აირჩია ამ დივიზიონის ყველაზე საშიში სპორტსმენი, რაც მეტყველებს დვალიშვილის თავდაჯერებულობაზე და მენტალურ მდგომარეობაზე. MMA-ის ისტორიაში არავის გაუკეთებია ამდენი ტეიქდაუნი როგორც მერაბ დვალიშვილს. მის ბრძოლის ტემპზე კი შემიძლია ცალკე ვილაპარაკო. მე არ ვიძახი რომ შონ ომელი ვერ მოიგებს ან ვერ დაანოკაუტებს დვალიშვილს, მაგრამ მერაბმა ამ ერთ წელწადში სერიოზული კემპი გაიარა. ჩვენ კიდე ყველამ ვიცით რომ ყველა მზადების და ბრძოლის მერე სპორტსმენის დონე მაღლა იწევს. ის ხდება ყოველდღე სულ უფრო და უფრო უკეთესი და გამოცდილი. შეხედეთ უმარ ნურმაგომედოვის ხელებს. ის ისე დღეში იყო, თითქოს ბეტონის კედელს ესპარინგებოდა. მერაბს გიჟური ტემპი და გამძლეობა აქვს და რაც თავარია მას
მას ჯერა საკუთარი თავის. ვიცი, რომელი ახალ სტრატეგიას ამუშავებს. ისიც ვიცი, რომ ის თავიდანვე შემიტევს ფეხებით და ხელებით. იცით, მეც მინდა დგომში ბრძოლა. ყველა მეუბნება, რომ ეს ჩემთვის მარტივი შერკინება იქნება, მაგრამ ეს ესე არ არის. რომელი ძალიან ძლიერად ურტყავს, როდესაც ის ოდნავად ხვდებოდა, მე ამ დარტყმას გრძნობდი. რა თქმა უნდა, შონ ომელი ერთ-ერთი უძლიერესი მებრძოლია და მას დასაკარგი აღარაფერი აქვს. ამიტომ ის განწირულად იბრძოლებს, მაგრამ გადავდოთ ქართველობა გვერდზე და ვიყოთ ობიექტურები. დვალიშვილს 2018 წლიდან UFC-ში არ წაუგია. მან 12 ზედიზედ შეხვედრა დაასრულა გამარჯვებით. თავის დივიზიონში გადაუარა ისეთ UFC-ს ჩემპიონებს, როგორებიც არიან ჟოზე ალდო, პიოტრ იანი, ჰენრი სეხუდო, შონ ომელი, უმარ ნურმაგომედოვი, ქართველს ამ დივიზიონში ყველაზე გრძელი გამარჯვებების სერია აქვს. ის უკვე ცოცხალი ლეგენდაა და მიუხედავად თავისი წლოვანების, დვალიშვილი ბრძოლიდან ბრძოლამდე სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება. შეიძლება ბევრს არ მოსწონს მისი ბრძოლის სტილი, მაგრამ გადახედეთ შედეგებს. ის მოკრივეებს ავიწყებს ხელების ქნევას, ოლიმპიურ ჩემპიონებს ჭიდაობაში კი ტომარასავით ატარებს ზედაკიდული. დაწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ, როგორ დასრულდება შონ ომელის და მერაბ დვალიშვილის მეორე შერკინება. პირადად მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი განმეორდება, იმიტომ რომ 12 ზედიზედ ბრძოლა მერაბ დვალიშვილმა მოიგო თავისი გამძლეობით, თავისი ტემპით და სტრატეგიით, ამიტომ არაფერი შესაძლებელი არაა ჩემი აზრით, მაგრამ შევხედოთ მერაბი რას გააკეთებს. ყველამ ვიცით, რომ მერაბ დვალიშვილმა ფეხის თითიც კი მოიტეხა, მაგრამ მას ეს არ ადარდებს. იძახის, რომ მას ჯამრთელი კიდევ 9 თითი აქვს. ასე რომ შევხედოთ რა მოხდება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ შონ ომელი რა თქმა უნდა ემზადებოდა ჭიდაობაში, რესლინგში, ეს აუცილებლად თან გამძლეობაში. აქედან გამომდინარე არსებობს იმისი შანსი, რომ მეოთხე-მეხუთე რაუნდში უკვე დაღლილს შონ ომელის თავს დაესხმევა მერაბი და დაანოკაუტებს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, არაფერი შესაძლებელი საერთოდ არა, იმიტომ რომ ეს სტრატეგია ნამდვილად მუშაობს და მუშაობს ისე ძალიან მაგრად, რომ ჩვენი ქართველი გახდა ჩემპიონი და უკვე სარეკორდო 12 გამარჯვება აქვს ზედიზედ თავის დივიზიონში. მოკლედ მთელი საქართველო ველოდებით 8 ივნისს ვხომაგობთ მერაბ დვალიშვილს და დარწმუნებულები ვართ, რომ მერაბ დვალიშვილი აუცილებლად მოიგებს ამ შეჯიბრსაც და გახდება ეს მისი მე-13 გამარჯვება. როგორც თვითონ იძახის ამ წელიწადში კიდევ 2 ბრძოლას ჩაატარებს, ეს გამოდის 15 გამარჯვება თუ გაიმარჯვებს და ეს არის ანდერსონ სილვას რეკორდის გამეორება. მეორე წელსაც 1 გამარჯვება გჭირდება და UFC-ს რეკორდი მოხსნილია. მერაბ დვალიშვილს უსურვებ წარმატებას, მე ამით გემშვიდობებით.